მოგესალმებით. მე ვარ სურამის ნომერ 4 საჯარო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლე ნატალი კაპრაძე. დღეს მინდა მოგითხრათ ინფორმაცია სურამის დაარსებაზე. სურამში დასახლების კვალი ჩვენს წელთაღრიცხვამდე საკმაოდ დიდი ხნით ადრე არის ნავარაუდები. ამ ადგილებში ადამიანს ადრინდელი ბრინჯაოს ხანიდან უცხოვრია, რაზედაც მეტყველს ის არქეოლოგიური მასალა, რომელიც აქ არის მიკვლეული. სურამი ანტიკური ხანის ქართლის ერთ-ერთი მნიშვნელოვან ქალაქს წარმოადგენდა. შორეულ წარსულში სურამზე გადიოდა აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ მიმავალი მნიშვნელოვანი სავაჭრო საქარავნო გზა ინდოეთიდან ფაზისამდე. სურამის ქალაქად ჩამოყალიბება იწყება ძველი წელთაღრიცხვის მე-4-მე-3 საუკუნის მიჯნაზე. სტრატეგიულ მიმდებარეობამ საერთაშორისო და საშინაო სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებში აქტიურმა ჩართვამ განაპირობა აქ ქალაქის წარმოშობა. აქედან გამომდინარე, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ სურამში ციხესიმაგრე სწორედ მისი ქალაქად გადაქცევისთანავე აიგო, რადგან ეს აუცილებლობით იქნებოდა გამოწვეული. უნდა აღინიშნოს, რომ სურამი ფეოდალური ხანის ბოლომდე ქალაქი იყო და გასულ საუკუნეებში ისე მოშლილი ყველაფერი, რომ ახალ ქალაქარი აღარ ჩანს. ასევე სურამის წარმოშობაზე ხალხური თქმულებაც არსებობს. სურამში ცხოვრობდა ორი ახალგაზრდა ქალ-ვაჟი. ქალს სუქ-მორქმევია, ვაჟს რამი. მათ ერთმანეთი ძალიან ჰყარებიათ, რადგან მშობლები ერთად ყოვნას უშლიდნენ, მაინც გადაწყვიტეს ჩუმად დაქორწინებული იყვნენ და იმ უბანს, სადაც ისინი დასახლებულან, მათი ერთობლივი სახელი სურამი დარქმევია, ხოლო მოგვიანებით ამ სახელით მთელ დაბას მოიხსენიებდნენ. მოგემადლობთ ყურადღებისთვის.